საომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. რუსომანია. თუ რატომ დავარქვი ასე? ალბათ აქედან ვეხვდებით, მაგრამ გზადაგზა რა თქმა უნდა, უფრო მიხვდებით. რუსოფობია, რუსომანია ალბათ უფრო გამოხატავს იმ სიტუაციას, რაც საქართველოში გვაქვს და სამწუხაროდ არა მარტო საქართველოში. რუსომანია, რუსეთის სიძულვილი, რუსეთის შიში და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის რაღაც აკვიატებული ჟინი, რომელიც მთელ მსოფლიოში კი არ დამკვიდრდა, არამედ დაამკვიდრეს, რა თქმა უნდა, საქართველოშიც შემოვიდა. და იქცა ერთგვარ მეთოდად, პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად. ამოუყანეს FSB-ში დიკებით და თავრობაში დაგვიშვით. ხელისუფლებაში ყავს ოლიგარქი რუსი. ქართული ოცნება არის რუსული ოცნება. რუსულმა მთავრობამ. უახლოესი წარსულიდან ამ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მისაჩვენებლად იყენებს, როგორ მიყვებიან ეგრეთ წოდებული დესტაბილიზაციის ქსელის მეთოდებს ოპოზიციური სპექტრი და მათი უცხოელი მეგობრების ნაწილი. არქივი ადასტურებს, რომ დავალების შესრულება ხელისუფლების ოპონენტებმა 2012 წლიდან დაიწყეს. პოლიტიკოსთა ვორდინგში სიტყვა რუსულის ყველა ფორმა გამოყენება მამუკა მდინარაძისთვის გებელსისეული პროპაგანდის არსია, ანუ დააბრალე რაც გინდა. გებელსისეული პროპაგანდის არსი. დააბრალე რაც გინდა მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ. ამ სიბინძურეს Deep State აორგანიზებს. ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს. რუსული, რუსულმა, რუსულს. ამასობაში აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა რუსული იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუგრძალონ, ფუნქციას კარგავენ. ამ ეგრეთ წოდებული რუსომანიისა და რუსოფობიის შესახებ მე და ჩემი კოლეგები, თანამოაზრეები დიდი ხანია ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ ცოტა ვართ სამწუხაროდ. ახლა როგორც ხედავთ, უკვე ხელისუფლებაც ალაპარაკდა. ახლა ბევრი ალაპარაკდა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება შენიღბო, შეიძლება რაღაცა სატყუარათი, ასე ვთქვათ, გააზავო, მაგრამ საბოლოოდ ამ ტყუილს, ამ სიცრუეს, ამ დეზინფორმაციას ისე ვერ დამალავ, რომ მისი არსი სააშკარაოზე არ გამოვიდეს და როგორც ჩანს, ეს პროცესი გვაქვს. უკვე ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის. მაგრამ საიდან მოდის ეს ყველაფერი? მე ვთქვი, კი არ დაინერგა, არამედ დანერგეს მეთქი. კი არ გავრცელდა, არამედ გაავრცელეს. საიდან მოდის ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეს რომ ასეა, ამაზე მეტყველებს უნდაც ის ფაქტი, რომ არა მარტო სხვაგან ალაპარაკებენ ამერიკელები რუსოფობიისა და რუსომანიის შესახებ, არამედ უკვე თვითონ თავიანთ ქვეყანაშიც ალაპარაკდნენ. მტრული ძალების მიერ მართულ პროცესებს მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ამხელს. ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდა შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვა. ტულსი გაბარდი მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ Deep State-ის დავალებით ჯერ კიდევ 2016 წელს ბარაკ ობამა და მისი ადმინისტრაცია ცდილობდნენ ამერიკელი ხალხი დაერწმუნებინათ, რომ რუსეთი არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია. ზუსტად ასე იქცეოდნენ მართული ძალები ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გერმანიაში, ასე იქცევიან ახლა უნგრეთში, სერბეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. როცა ხელისუფლება პარალელებს ავლებს და როცა მტკიცებულებებიც არსებობს, მართველი პარტია ღიად ამბობს, რომ მათი ოპონენტები ეგრეთ წოდებული დესტაბილიზაციის ქსელის დავალებით მოქმედებენ. ამ მეთოდის მთავარი მიზანი კი ქართული ოცნების განცხადებით ადამიანების მორალური და თუ საჭიროა ფიზიკური განადგურებაა. აი, აქამდე მივიდა საქმე და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე პრეზიდენტები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგალითად, ტრამპი ყოფილ პრეზიდენტებს უპირისპირდება რუსეთთან ურთიერთობის გამო. იმის გამო, რომ ტრამპსაც რუსეთის მოკავშირეობას და იქნებ სულაც რუსეთის აგენტობას აბრალებდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმ დონემდე მივიდა, რომ უკვე სად არის ტრაგედია, სად არის დრამა და სად არის კომედია ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩევ. ერთმანეთში აირია ეს ყველაფერი. აი, რას ნიშნავს ტრამპის დაპირისპირება წინამორბედ პრეზიდენტებთან.
გამოაშკარავდა Deep State-ის გეგმა, სტრატეგია და სამიზნე წერს გენერალი მაიკ ფრინი მას შემდეგ, რაც ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ბარაკ ობამას მიერ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2016 წელს ორკესტრირებული შეთქმულების დეტალები გაასაჯაროვა. ტულსი გაბარდი იუსტიციის დეპარტამენტისგან სისხლის სამართლის გამოძიებას ითხოვს ეგრეთ წოდებული Russia Gate-ის საქმეზე. ობამამ თავად გამოიგონა რუსეთის ჭორი, თაღლითი ჰილარი, მძინარე ჯო და მრავალი სხვა მონაწილეობდა ამაში. ეს არის საუკუნის დანაშაული, არსებობს უდავო მტკიცებულება. ეს არის უდიდესი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. აი ასეთი გახლავთ ვითარება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა წარმოიდგინეთ და თავად განსაჯეთ რა იქნება სხვაგან პერიფერიებში, სადაც ამერიკული გავლენაა, სადაც ამერიკელები თავს ახვევენ თავიანთ მიზნებს, თავიანთ ამოცანებს, თავიანთ ინტერესებს მთელ მოსახლეობას და ამისთვის ყავთ სპეციალური ჯგუფები, ყავთ საკუთარი მეხუთე კოლონა, ყავთ საკუთარი აგენტურა, აქვს საკუთარი აგენტურული ქსელი და ყველაფერი ეს ერთად კოორდინირებულად და ორკესტრირებულად მუშაობს, მოქმედებს და ძალაშია. აი რა იქნება იმ ქვეყნებში, ვთქვათ, საქართველოში. რა თქმა უნდა, უმძიმესი ვითარებაა. რა თქმა უნდა, ყველგან და ყველაფერში რუსეთი შესაძლებელია ელანდებათ კიდეც, მაგრამ სადაც არ ელანდებათ, იქაც ისეთ წარმოდგენებს ქმნიან, რომ თითქოს აი რუსეთია ყველგან და ყველაფერში. რუსეთის ხელს ეძებენ ყველგან და ყველაფერში. მაგრამ თქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის ეს ყველაფერი და თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუმერანგივით მიუბრუნდა ეს ყველაფერი. ორი სიტყვის კავშირი, ხალხის მტრები. ადრე ვინმეს რომ ეხსენებინა, სადმე უბრალოდ მარტო ეს ორი სიტყვა, ხალხის მტრები. ავტომატურად გაახსენდებოდა საბჭოთა კავშირი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები, გაახსენდებოდათ ეგრეთ წოდებული რეპრესიები, 37 წელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ხალხის მტრებს ეძებდნენ მაშინ, ხალხის მტრებს ეძებდნენ, როგორც ამბობენ და აფორმებენ დასავლური პროპაგანდა და მასაყოლილი საბჭოთა პროპაგანდის გარკვეული ნაწილიც კი სწორედ ამას გაქიოდა, რომ საბჭოთა კავშირში მუდმივად ეძებდნენ ხალხის მტრებს, რასაც საფუძველი არ ქონდა თითქოს, მაგრამ ახლა ეს ცნება უკვე, როგორც ვთქვი, ბუმერანგივით მიუბრუნდათ ამერიკელებს და იქაც უკვე ეს ცნება დამკვიდრდა რაღაცნაირად და ასე ვთქვათ, მიმოქცევაში შემოვიდა. აი რას ამბობს ერთ-ერთი კონგრესმენი, რომელიც ასე განსაჯეთ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც რესპუბლიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ თუ ტრამპის კაბინეტი Deep State-ის მოღალატეობრივ ქმედებებზე ღიად ალაპარაკდა, ეს პროცესი მხოლოდ რიტორიკით არ უნდა შემოიფარგლოს და რეალურად უნდა გასამართლდნენ ქვეყნის მოღალატეები. თუ კი თქვენს მხარდამჭერებს Deep State-ის მოღალატეობრივ დანაშაულზე, არჩევნებში ჩარევაზე, შანტაჟსა და მდიდარი ძლევამოსილი ბოროტი ელიტის ხროვაზე ესაუბრებით, მაშინ ხალხის თითოეული მტერი უნდა გაანადგუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის ბირთვის ზურგს შეგაქცევთ. ნახეთ, აი ხალხის მტრები, ქვეყნის და სამშობლოს მოღალატეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იბრუნდა ეს ყველაფერი ამერიკაში საუკუნის შემდეგ და იქ იწყებენ ახლა ამ ხალხის მტრების ძებნას და დევნას, მაგრამ ჯერჯერობით ისე აკეთებენ, ისე ახერხებენ და ისე იქცევიან, რომ ყველაფერი მაინც რუსეთს უნდა დაბრალდეს, უფრო სწორად უნდათ რომ რუსეთს დაბრალდეს და ამას მე წლების განმავლობაში ვამბობ, მაგრამ მე კი არ ვამბობ მარტო, არამედ აი დღევანდელი მართველი პარტიის წარმომადგენლებიც უკვე ამას ხედავენ, ამჩნევენ და არა მარტო ხედავენ და ამჩნევენ, არამედ აღარც მალავენ და პირდაპირ ლაპარაკობენ ამასთან დაკავშირებით. როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდის რუსეთისაკენ. ფაქტად მოყავთ ის, რომ კანონი, რომელიც ფინანსების მოძრაობას გამჭვირვალეს ხდის, ანუ ეს ევროპის ფუძემდებლური ერთ-ერთი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის რუსული. და ის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, ეროვნული იდენტობა გვინდა შევინარჩუნოთ, თურმე ესეც რუსული მოვლენაა. ასეა. ყველაფერს, რაც უნდათ რომ წარმოაჩინონ, ქვეყნისთვის აზიანოა, ხალხისთვის აზიანოა, არქმევენ რუსულ მოვლენას და ამან მიიღო რაღაც გროტესკული სახე, რაღაც ისეთ
ისეთ ფორმებში გადავიდა, რომ თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. აი, ორი მაგალითი მინდა, ორი ძალიან პატარა ვიდეო წარმოგიდგინოთ ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ ელანდებათ ყველგან და ყველაფერში რუსეთი. პარეკინეს მოგვექცნენ რუსულად, დაგვიჭირეს რუსულად და ასევე გვაჭამეს რუსულად, იმიტომ რომ როცა ჩავკეტეს, გითხრეს რომ არ შემოგატანიეთ არაფერს, მიუხედავად იმისა, რომ 48 საათი ვიყავით შიგნით და გვაჭამეს, ასე ვთქვათ, რუსული კონსერვები და რუსული მივინას სუპები. ხედავთ, რომ თქვენ წინაშე დგას არა ახალგაზრდა კაცი, არამედ დგას ტიპიური ზომბი. რომელსაც რაღაცა პროგრამა ჩაუდეს თავში და ამ პროგრამის შესაბამისად აღებს პირს და ისვრის რაღაც სიტყვებს. აბსოლუტურად უაზროს, აბსოლუტურად შინაარს მოკლებულს, სასაცილოს, სამარცხვინოს, მაგრამ ასე იქცევა ეს კაცი და ასე იქცევა, იმიტომ რომ ასეთი დავალება აქვს მიღებული, უბრალოდ აი ასე არის მომართული. აი ასევე არის მომართული ის კაცი, უფრო ცნობადი სახეა საქართველოსთვის, რომელიც ახლა წარმოსდგება თქვენს წინაშე. ყველა მისი ამოსუნთქვა არის რუსული. ყველა მისი ნაბიჯი არის რუსული. ყველა მისი მოქმედება, ყველა მისი მართლობის ფორმა და შემდეგ არის რუსული. ყველაფერი არის მისი რუსული. არაფერზე არ არის ლაპარაკი, ხომ? მაგრამ აი რუსეთმა რუსეთით ყველა ბრუნვაში რუსეთის გამოყენება და რუსეთით ტრის ხატის შექმნა, რუსეთით ხალხის დაშინება, ქვეყნის დაშინება. ეს არის ამოცანა, რომელიც აი როგორც გითხარით, პროგრამა არის, ჩართული არის ეს პროგრამა და ეს ჩართული პროგრამა გელაპარაკებათ და არა ადამიანი. მაგრამ აქ მარტო ცარიელი სიტყვები არ არის, როდესაც ამა თუ იმ გადაწყვეტილების, ამა თუ იმ ფაქტის თუ მოვლენის შეფასებასთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაშიც შეუძლიათ ყველაფერი აი პირიქით წარმოადგინონ, ესე იგი, როგორც არის იმის საწინააღმდეგო მნიშვნელობა მისცენ ფაქტს, მოვლენას და ყველაფერი დააკავშირონ რუსეთთან და შექმნან მისგან იმისი საწინააღმდეგო, რაც სინამდვილეში არის. აი ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც საქართველოში აღდგა ფრენები რუსეთის მიმართულებით, პირდაპირ ფრენები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო აკრძალული, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის მოიხსნა, რუსეთმა მოხსნა სავიზო რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა გვაქვს ახლა რუსეთთან, ამას აკეთებდა, რა თქმა უნდა, ადამიანთა ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში. მე ვიყავი ამ ჯგუფში და მე ვიცი, რამდენი ხანი, რამდენი წვალება, რამდენი შრომა დაჭირდა ყველაფერ ამას და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი საქართველოსთვის, მაგრამ მაშინვე დაგვახვედრეს წინ ისეთი აბსურდული დამოკიდებულება, ისევ აი ამ რუსეთის შემაშინებელი რუსეთის ფაქტორის შემოტანით, რომელსაც ახლა ნახავთ. აჰაერო სანქციებს შეუერთდეს საქართველოს. მე პირდაპირ გეუბნებით. თუ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იწყებენ ფრენას, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ვიჯდეთ სახლში. ესე იგი, ეს კაცი და მასთან ერთად მთელი ეს დასავლური ხროვა, დასავლეთის აგენტურა წინ აღუდგა და ფრჩხილებით და კბილებით და რითაც შეეძლოთ იბრძოდნენ იმისთვის, რომ პირდაპირ ფრენები არ განხორციელებულიყო რუსეთსა და საქართველოს შორის, რომ სავიზო რეჟიმი დარჩენილიყო სავიზო რეჟიმად, რომ ადამიანებს ეწყვალათ, რომ ადამიანებს არ ქონოდათ ადვილად გადაადგილების საშუალება. თქვენ მოგეხსენებათ, რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, რამდენი ურთიერთობა, რამდენი მიმოსვლა და რამდენ ადამიანს უწევდა შემოვლითი გზით ფრენა ხან მინსკიდან, ხან ერევნიდან, ხან სტამბოლიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ დროს, როდესაც ყველაფერი გამარტივდა, ყველაფერი გაიოლდა, ანუ ამ თვალსაზრისით ადამიანებმა შვება იგრძნეს აი ეს ვაჟბატონები და ქალბატონები, აი ამ ტიპის მსგავსი სხვა ტიპები გამოდიოდნენ და ყველაფერ ამას ებრძოდნენ იმისთვის, რომ დაენგრიათ ეს ყველაფერი და ამისი საშუალება არ მიეცათ არც საქართველოსთვის, არც ქართველი ხალხისთვის და არ მიეცათ მათთვის გამარტივებული ცხოვრების საშუალება აი ამ კუთხით გადაადგილების კუთხით. რუსეთია, რა თქმა უნდა, მხედველობაში. ახლა იმას, რომ ეს ყველაფერი მოხდა თავის დროზე, მაინც
მაინც მივახციეთ ამ გამარჯვებას, ასე ვთქვათ და ეს სავიზო რეჟიმიც გაუქმდა უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით და მისივე გადაწყვეტილებით იქნა მიცემული ნებართვა იმისთვის, რომ ავიაკომპანიებს, როგორც ქართულ ავიაკომპანიებს, ასევე რუსულ ავიაკომპანიებს ეფრინათ პირდაპირი მიმართულებით რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს ყველაფერი როდესაც მოხდა, ამას მოჰყვა არა მარტო გაიოლება ადამიანების ყოფითი ცხოვრების, არამედ მოჰყვა ტურისტთა ნაკადის გაზრდა, მოჰყვა ეკონომიკური შემოსავალი საქართველოსთვის. ჩემო კოლეგამ ბატონმა მერაბ ჭიქაშვილმა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა და მე მინდა ახლა ფრაგმენტი წარმოგიდგინოთ. ანუ ფრენების განერგი დღეში გამოდის საშუალოდ 15-დან 20 რეისამდე. შესაბამისად, შემდეგ მეორე გრაფაში გვინდა შემოგთავაზოთ მგზავრების ოდენობა, ანუ გადაფრენა დღეში. საშუალოდ 1500-დან 2000 ადამიანამდე. ავიღოთ ახლა ფრენები საშუალოდ თვეში 450-დან 600-მდე. სწორედ რუსეთ-საქართველოს მიმართულებით დაფრინავს საშუალოდ 45000-დან 60000 მგზავრამ. ანუ შემოსავალი დღეშიური შემოსავალი მხოლოდ ბილეთების ფასიდან ეს არის 450-დან 800,000 დოლარამდე. ეს 18% რამდენია, რაც საქართველოს ბიუჯეტ შედის როგორც მოგების გადასახად. ეს არის 4,320,000 დოლარი. აი ეს მარტივი არითმეტიკა, ასე ვთქვათ, და რა თქმა უნდა ყველაფერი არ არის დათვლილი, მარტო ბილეთებიდან არ არის შემოსავალი, აქ ტვირთბრუნვა, აქ ტურიზმი მახსოვს წაღან. ბევრი სხვა მომენტი შემოდის, რომელიც სასარგებლოა, სასიკეთოა ორივე ქვეყნისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეები, ქართველები უფრო მეტად სარგებლობენ აი ამ პირდაპირ ფრენებით, ვიდრე ვთქვათ რუსები. ამიტომ ბრძოლა ამ მოვლენის წინააღმდეგ, ეს იყო ბრძოლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იყო ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. მაგრამ ამით ინიღბებოდა პოლიტიკური მომენტი, ამით ინიღბებოდა ის, რომ ესენი ვითომ საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, თუ თავისუფლების გადასარჩენად, თუ რაღაცა ამდაგვარი, როგორც ფუთავენ და ნიღბავენ ხოლმე თავიანთ ბინძურ საქმიანობას საქართველოში. მაგრამ ახლა ერთ დეტალს მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. სხვა დროს ამავე თემასთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ამ სანქციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, აი ამ კაცმა, რომელიც მე ახლა წარმოგიდგინეთ, ვაშაძე, რომელიც ამბობდა, რომ არავის არ აქვს უფლება სახლში დარჩეს და საპროტესტოდ არ გამოვიდეს, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენების აღდგენაზეა საუბარი. აი ეს კაცი სხვა დროს ამავე საკითხთან დაკავშირებით ნახეთ რას ამბობს. რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს. არც ერთხელ ჩვენ ოპოზიციას არ გვითხოვს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთს. ესეთი რამე არ ყოფილა. აი ეს არის უტიფრობის კლასიკური მაგალითი. როდესაც დღეს შეგიძლია ერთი თქვა, ხვალ შეგიძლია ეს გადათქვა, ზეგ შეგიძლია ისევ იმ თემას დაუბრუნდე, მას ზეგ ისევ გადათქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ, პოლიტიკოსი ხარ თქვა, ამ ხალხს მე ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ ესენი პოლიტიკოსები არ არიან, ესენი არიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ადამიანები და არიან მიზან მიმართული მავნებლები საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის. სხვა სახელის დარქმევა მათთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ აი მარტო ეს ეპიზოდი, რაც ახლა თქვენ ნახეთ, უკვე მეტყველებს კი არა, ღაღადებს ამის შესახებ, რასაც მე ახლა ვსაუბრობ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის ახლა დაკავშირებული, გადაბმული, აი რაც მოხდა უკრაინაში, აგერ ამერიკაში რა ხდება, ამაზეც ვილაპარაკეთ გაკვირით ამ რუსომანიასთან დაკავშირებით, რუსოფობიასთან დაკავშირებით. რუსოფობიამ და რუსომანიამ მოუტანა უკრაინას ის, რაც მოუტანა პრაქტიკულად სახელმწიფოს დანგრევა. მოუტანა სახელმწიფოს მოსახლეობის განახევრება ალბათ. მოუტანა უზარმაზარი აურაცხელი სისხლით, წრემლით, ტკივილი და კუბო და საფლავი. აი ეს ყველაფერი გააკეთა ამ რუსომანიამ და რუსოფობიამ, რომელიც უკრაინას და საცოდა უკრაინელებს, იმ ნაწილს ყოველ შემთხვევაში, რომელიც აყვა ამას, თავს მოახვიეს გარედან, თავს მოახვიეს დასავლეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან და
ვიცით ამას ლაპარაკიც არ უნდა, მაგალითების მეშვეობაც არ უნდა თუ რა მოხდა უკრაინაში, მაგრამ ეს უკრაინის თემა დაკავშირებულია საქართველოს თემასთანაც, იმიტომ რომ საქართველოს უკრაინიზაციაც იყო გადაწყვეტილი. საქართველოს უნდა შეერთებოდა, უნდა გაეზიარებინა უკრაინის ბედი და ამითი საქმე ცოტა გაიოლებოდა დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს, ევროპას, ევროკავშირს და საქმე ცოტა გართულებოდა რუსეთს. აი ამას უნდა შეწიროდა არა მარტო უკრაინა, არამედ საქართველოს. ასეთი იყო გეგმა, ასეთი იყო პროგრამა და ეს გეგმა და ეს პროგრამა დღის წესრიგიდან არ მოხსნიდა. დღეს ჯერ კიდევ მოქმედებს და დღეს ჯერ კიდევ იბრძვიან დასავლეთში იმისთვის, რომ ამას მიაღწიონ. ახლა მე ვიტყოდი უკვე გაფართოებული მასშტაბით, მარტო საქართველოს ჩართვა კი არ უნდათ მთელ ამ უბედურებაში, არამედ მთელი ამიერკავკასიის დაპირისპირების პროგრამა მოქმედდა. ამიერკავკასიის რუსეთისთვის დაპირისპირების პროგრამა და სანამდე მივა ეს და სანამდე გადაზრდიან ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ კარგის მომტანი რომ არ არის ეს ყველაფერი, ეს ფაქტია და ახლა მინდა ამ უკრაინის თემასთან დაკავშირებით პაპუაშვილის ერთი ნათქვამი მოგასვენინოთ. ერთი შეხედვით რა უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც ჰაიმარსებს, ატაკამსებს და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ მსგავსი გარედან თავსმოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტების სინამდვილეში ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია. და ამ კარიბჭეებს ასე ადვილად რომ არავინ დაგახურინებს, ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებია. და რა დამთხევაა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანუ თვალი და ყური მისი დაფუძნების მომენტიდან 2015 წლიდან სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების უკრაინაში გაქცეული პროკურორი გიზო უგულავა იყო, რომელიც შარშან სექტემბერში უკრაინის ხელისუფლებამ შიდა ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლა, ფაქტობრივად აგენტი ამხილა. ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორდ კიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო. უკრაინისთვის საქმეში გამოცდილი თვალყურის მდევნებლების მისაჩენად. ამიტომაც არის ეს ხალხი Deep State-ის მიერ ხელშეუხებლად გამოცხადებული. ამიტომ სვამენ ადეიშვილს ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში და ამიტომ ხვდებიან მას ბრიუსელის ევროკომისრები. ამიტომ მისცეს ნონა წოწორიას, ადეიშვილის მარჯვენა ხელს, ახალდავალებად მოლდოვის სასამართლოს რეფორმა. ამიტომ დააორგანიზებინეს გია ლორდ-კიფანიძეს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეს სააკაშვილის შემოპარება. ამიტომ დადგა სააკაშვილმა მართლაც პროფესიონალი მზვერავის სიმტკიცით წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ამიტომ გვიშრობენ სისხლს უკვე 4 წელია, რომ სააკაშვილი რამენაირად ციხიდან დაიხსნან. არც ელჩების დემარშებს ერიდებიან და არც პოლონელი ექიმების წინდის სპეცოპერაციას. აი როგორც იტყვიან ბატონმა პაპუაშვილმა გუდას პირი მოხსნაო რომ იტყვიან, ესე ვთქვათ, გადმოაფრქვია ყველაფერი, რაც აწუხებდა და ასე სისხლს გვიშრობენო. მართლაც აი ეს დესანტირება ამდენი ადამიანისა საქართველოს ნაციონალური ხროვის წარმომადგენლებისა უკრაინაში თავის დროზე რაც მოხდა. განა მარტო ეს ფაქტი არ მეტყველებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა და საქართველოს რაღაც ერთი დიდი ფრონტის შემადგენელი ორი ნაწილი იყო დასავლეთის თვალში და დასავლეთის ხელში. ისინი აკეთებდნენ ამას და ამისი მოღაღადე ფაქტი იყო დესანტირება მთელი ამ ხროვისა უკრაინაში და მათ შორის სააკაშვილისა, რომელიც შემდეგ მოგახსენებათ რა ბინძურად შემოაპარეს საქართველოში, იმისთვის რომ ის ბინძური საქმეები რაც იყო დაწყებული ერთობლივად უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ და უკრაინის და საქართველოს ჩასართავად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს ყველაფერი საქართველოსთან გაეგრძელებინათ. ეს ყველაფერი ხომ მოღაღადე ფაქტებია. ეს ყველაფერი ხომ ადვილად დასანახია. შეუძლებელია ეს ვერ დაინახოს ადამიანმა და ეს ვერ გააცნობიეროს თუ საერთოდ ლოგიკაში რაღაცა გაეგება და ლოგიკური, ელემენტარული ლოგიკური აზროვნების უნარი გააჩნია. ამიტომ დავა ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ეს ასე არ არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერია. დიახ, ასია. ეს ყველაფერი იყო ერთიანი შემადგენელი ნაწილი უკრაინისა და საქართველოს გაუბედურების ხარჯზე გარკვეული წარმატების მიღწევისა დასავლეთისთვის. და როგორც ვთქვი, ეს
დღემდე არ შეჩერებულა. კიდევ მინდა უკრაინასთან დაკავშირებით ერთ-ერთი დეპუტატის ხალბატონ წილოსანის მოსაზრება მოგასმენინებთ. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს სიამოვნებინა დასავლეთისთვის, მათ შორის საკუთარი ქვეყანა ომის ველად გადააქცია და ითხოვდა, რომ გამოსაცდელი იარაღი ჩვენს ტერიტორიაზე გამოიცადოს, აი ამ ნაბიჯზეც კი წავიდნენ და ამის ფონზე, რა თქმა უნდა, გარედან მათი პატრონები აღარ პატიობენ არც ერთ პატარა ნაბიჯს თუ რაღაცა გადაცდომას, რომელიც შესაძლოა გარედან წამოსული მითითებისგან განსხვავებული იყოს. თქვენ ალბათ მივხვდით, რომ საუბარია იმ პრობლემაზე, რომელიც უკრაინაში ახლა ბოლო დროს უკვე ნათელი გახდა, ასე ვთქვათ, დაპირისპირება საზოგადოების ერთი ნაწილისა, შესაძლებელია დიდი ნაწილისა, რომ უკრაინის დღევანდელ ფაშისტ ხელმძღვანელთან და მის კურსთან ზელენსკი ყავს, რა თქმა უნდა, მხედველობაში, რომელიც პრაქტიკულად ხელმძღვანელი არ არის, არის თვითმარქვია, იმიტომ რომ მას დიდი ხანია ვადა გაუვიდა და არავითარი კონსტიტუციური და კანონიერი საფუძველი იმისა, რომ ის ხელისუფლებას ინარჩუნებდეს, არ არსებობს, მაგრამ მაინც ინარჩუნებს, იმიტომ რომ არის უზურპატორი, არის მოძალადე და არის უკრაინელი ხალხის სისხლიანი დაუნდობელი მტერი. იგივეს გაკეთება უნდათ საქართველოში. და ეხამდეც კი მივიდნენ, რომ აი იარაღი გამოსცადეთ ჩვენთან, აი ჩვენ წინააღმდეგო უკრაინელები აი ამ ვაჟბატონების პირით ეუბნებოდნენ დასავლეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ იმდენი დანაშაულია ჩადენილი, რომლის მეასედიც არ არის და მეათასედიც ცნობილი ჩვენთვის, მაგრამ როდესაც დამთავრდება ეს ყველაფერი და დალაგებისკენ წავა ეს ყველაფერი, მაშინ რა თქმა უნდა ბევრი რამ გახდება ცნობილი და შესაძლებელია საქართველოშიც ბევრმა შემოიკრას თავში ხელი, თურმე ვის ვემხრობოდი, ვის უჭერდი მხარს და ვის დროშას დავაფრიალებდიო, იმიტომ რომ საქართველოში ბევრი ჩვენი თანამემამულე მოქალაქე ქართველი ადამიანი იყო აყოლილი აი ამ პროპაგანდა კიდევ რბილი სიტყვა ძალიან აი ამ ძალადობას, აი ამ საშინელებას და დააფრიალებდა იმ უკრაინულ დროშებს. სინამდვილეში ეს იყო სამარცხვინო საქციელი, რომელსაც ალბათ რა თქმა უნდა ინანებენ. ახლა რა ხდება იმ თვალსაზრისით, რომ თქვათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იგივე დასავლეთიდან ისევ მოდის ეს სიბინძურე. ჯერ ერთი ევროკავშირიდან მოდის რაღაცა ულტიმატუმები, მოდის მოთხოვნები, მოდის კანონების გაუქმების მოთხოვნები, მოდის ასე ვთქვათ პირობები, რომ ამას თუ არ შეასრულებთ, მაშინ გვაშანტაჟებენ, ჩვენ გაგიუქმებთ უვიზო მიმოსვლას და შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამერიკასთან ვთქვათ რა ურთიერთობებია, რა არეგულირებდა იმას, რაც მოდის, ვთქვათ, ცალკეული კონგრესმენებიდან და ცალკეული თანამდებობის პირებიდან, ცალკეული გავლენიანი პირებიდან. ქართველი ხალხის საზიანოდ, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ და მათი აგენტურის მხარდასაჭერად. რა ხდებოდა, რა შინაარსი იდო, ყველაფერ ამაში ვცადოთ, აი ამაში გარკვევა. რა ფასი აქვს საკუთარი ქვეყნის ღალატს. ამერიკული ფარა რადიკალებს ისევ ამხელს. მაშინ როცა სენატორი ჯო უილსონი ქართულ დემოკრატიაზე წუხდა, თურმე ამ წუხილში ნაციონალური მოძრაობა სოლიდურ თანხას იხდიდა. დასავლეთიდან ანტიქართული მოწოდებების დაფინანსება სააკაშვილის პარტიას სულ უფრო ძვირი უჯდება. აი ასეთი გახლავთ ეს ვითარება, ესე იგი ეს ლობისტური მოძრაობა თუ რაღაცა ლობიზმი რასაც ქვია. შესაძლებელია ამ სიტყვას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ პოლიტიკური ლობიზმი რასთან დღეს გვაქვს საქმე, ეს არის პოლიტიკური მეხთამეობა, პოლიტიკური მეძავეობა და პოლიტიკური აღვირახსნილობა. ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ყველაფერი ფულთან მიდის, ყველაფერი თანხებთან ტრიალებს და ეს უილსონია თუ რაღაც უბედურებაა, რომელიც ამდენი ხანია გვერდზვის და არ დაიღალა ჩვენთან ბრძოლით, არ დაიღალა, იმიტომ რომ ამაში გარკვეულ თანხებს იღებს. გარკვეულ თანხებთან არის ეს დაკავშირებული და ეს ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური ხროვა, ეს ფაშისტური დაჯგუფება საქართველოში, სწორედ თანხებით ცდილობს გარკვეული გავლენიანი პირების მოსყიდვას, რომ მათი ნათქვამი, მათი ავტორიტეტი თუ გააჩნიათ ასეთი, გამოიყენონ ქართველი ხალხის მოსატყუებლად, ქართველი ხალხის დასაშანტაჟებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ასე რომ ეს ყველაფერი რაც ადრეც ბევრჯერ თქმულა, ახლა სულ უფრო ნათლად და ცხადად დასტურდება და დასტურდება. დადასტურდა ის, რაზეც მმართველი პოლიტიკური ძალა აქამდეც ხშირად საუბრობდა. აგენტები კონკრეტულ ფასს იხდიან საქართველოს დასაზიანებლად. სხვისთვის დადებული პოლიტიკური ნაღმები ნაციონალურ მოძრაობას თავად აუფეთქდა. მათი ღალატის ქრონიკა მორიგჯერ ამხილეს. ახლა ვნახოთ რა შეფასებას მისცემს ამას მმართველი პარტია და ბატონი პაპუაშვილი. პირადად საინტერესოა მისი მოსაზრება, მისი ხედვა ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. როდესაც ჯო ვილსონი ჩვენ ღირებულებებზე გველაპარაკებდა, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა, ასე რომ ეს გავიგეთ საბოლოო ჯამში. ხო ამბობდით, რომ გავა დრო და ფარა ყველაფერს გასცემს პასუხს. გავიდა დრო, ფარამ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ არ უნდა ევროკავშირის საელჩოს რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, ფარადან გავიგეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას და ამ ყველა უბედურებას, იყო ამერიკელი ლობისტების, არათუ კონსულტაცია დაწერილი იყო, მათი ტექსტი იყო. დააგვირდით რა უცნაური რამ ხდება. არა იმ კანონმა, რომელიც ფარას ანალოგია, ფარას პირდაპირ თარგმანია და საქართველოში ამოქმედებულია. არამედ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე ფარას კანონმა, როდესაც რაღაცებში ჩაიხედა, აი ამ კანონიდან გამომდინარე შესაბამისმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა ჩაიხედეს ამ საქმეებში, აღმოაჩინეს ის, რის შესახებაც უკვე ითქვა აქ, თუ როგორ ვისგან და რისგან ვინ ფინანსდება და რა ფინანსდება და როგორ ტრიალებს ეს ბინძური ფული, ასე ვთქვათ და რა სიცრუებს, რა თაღლითობას, რა გაურკვევლობებს მალავს ის და რაღაცა საუბედუროდ მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ აი გადმოგწვდა ჩვენ, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთან არის დაკავშირებული და თქვენ წარმოიდგინეთ ეს კანონი, რომელიც აქ ამოქმედდა და რომელიც ჟანგბადივით არის საჭირო, სუნთქვასავით არის საჭირო ქართული ხალხისთვის, იმიტომ რომ ფულმა შეიძლება მოიტანოს ძალიან დიდი მატერიალური სიკეთეები, მაგრამ ფულმა შეიძლება მოიტანოს უზარმაზარი დანაშაული და უზარმაზარი პრობლემები ხალხისთვის და ქვეყნისთვის. თუ ფული არ იქნება კონტროლს ქვეშ, თუ ფული იქნება, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან. სახელმწიფოში შემოსული ფული არ შეიძლება სახელმწიფოს კონტროლს არ ექვემდებარებოდეს. ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ ასეთი ფული ყოველთვის იწყებს სახელმწიფოს საზიანოდ მუშაობას. და აქედან გამომდინარე ის კანონი, რომლის შემოღებასაც ასე ებრძოდნენ და შემოღების შემდეგ ასე იბრძვიან იმისთვის, რომ ეს კანონი გავაუქმოთ, რა თქმა უნდა, გასაუქმებელი არ არის. ადრეც იყო ხო თანხები შედარებით ნაკლები ვიდრე ახლა, მაგრამ გამოქვეყნებული, რომელიც როდესაც ჯო ვილსონი ამ საქმიანობისთვის იღებდა. მე ჯო ვილსონის პიროვნების დასახასიათებლად სულაც არ მჭირდებოდა ეს ბოლო ინფორმაცია. მაგრამ ეს კარგი არის ქართველი ხალხისთვის. ამით ჩვენ ქართველ ხალხს ვეუბნებით, აი ეს კანონმდებლობა არ არის საქართველოში გასაუქმებელი. ეს ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტია. რა თქმა უნდა, ეს კანონმდებლობა არ არის გასაუქმებელი, ეს არის ის რაზეც უნდა იდგეს ერთ-ერთი ბურჯი, ესეც უნდა იყოს, რაზეც უნდა იდგეს საქართველოს უსაფრთხოება, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება. როგორ შეიძლება ამ კანონის გაუქმებაზე ლაპარაკი? ამ კანონის გაუქმებაზე ვინც ილაპარაკებს, ეს ტესტია. ვინც ამ კანონის წინააღმდეგ გამოდის და მის გაუქმებაზე ლაპარაკობს, ის არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. ეს უნდა ვიცოდეთ. როგორც კი ამ კანონის წინააღმდეგ გამოვა ვინმე, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ არა აქვს მნიშვნელობა, ის საქართველოს მტერია ავტომატურად. დიახ, საქართველოს მტერია, რა კი საქართველოს მტრები ყავს შიგნითაც და გარეთაც, ესე იგი ეს ყველაფერი მეტყველებს საქართველოს წინააღმდეგ არსებულ გარკვეულ შეთქმულებაზე. მართალია ამ სიტყვას ებრძვიან დასავლეთის მეხუთე კოლონა და აგენტურა და მათი ჟურნალისტები. აი ქირქილებენ ხოლმე შეთქმულების თეორია, თითქოს შეთქმულებას ბუნებაში არ უარსებია. თითქოს შეთქმულებებს სახელმწიფოებში და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული როლი არ უთამაშია და თითქოს ამისი უამრავი მაგალითი არ არსებობდეს.
შეთქმულებები რომ არსებობს ამას ქირქილი რა თქმა ეს არსებობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ რა თქმა უნდა შეთქმული ძალა მუშაობდა და იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ აი შეთქმულებაზე უკვე ალაპარაკდა ქართული ოცნების წარმომადგენელი კიდევ ერთხელ დასტურდება ერთი რამ რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს ეს არის რეალობა ეს არის ფაქტი ამაში ფული არის გადახდილი ამაში სხვა ინტერესები დევს ის ინტერესები რომელიც აბსოლუტურად არ მოდიოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან კავშირში მაგრამ აი ადამიანების ამ გაურკვევლობაში ყოფნით ამ პროპაგანდისტული ლოზუნგებით ამ შანტაჟის ენით ფიქრობდა საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას დიახ ასეა თქვი მე და კიდევ გავიმეორებ რომ არაფერი არ იმალება ბოლოს ყველაფერი ეს ჩემი სიტყვები არ არის ბიბლიიდან და სახარებიდან მოდის არაფერი არ იმალება ბოლოს ყველაფერი გახდება ნათელი ყველასთვის მაგრამ ვიდრე ყველასთვის გახდება ნათელი და ვიდრე სრული სისავსით გამჟღავდება ყველაფერი იქამდე უნდა მივხვდეთ ადამიანები რაღაცა უნდა ვიგრძნოთ რაღაცა უნდა ვიგუმანოთ და რაღაცას უნდა ჩავწვდეთ იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში სადაც სიცრუე დეზინფორმაცია არის წინაპლანზე წამოწეული და თითქმის მთელი ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის თუ რაღაც დიდ და სერიოზულ ჯგუფებს შორის სწორედ სიცრუეზე ტრიალებს და ამიტომ რაღაცას უნდა ჩავწვდეთ და რაღაცას უნდა მივხვდეთ ბატონ პაპუაშვილს ევროკავშირის ელჩთან ბატონ ჰერჩინსკისთან გარკვეული შეკითხვები გაუჩნდა ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში გარკვევის ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი როგორც სხვა დროს არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს. უნდა გაუქმდეს თუ არა ერთნაირ სქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აგრძელვა. უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აგრძელვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში LGBT პროპაგანდის აკრძალვა. ეს არის ის შეკითხვები, რომელიც გაჟღერდა ბატონ პაპუაშვილის პირით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ქართველი ხალხის შეკითხვები. ბატონ პაპუაშვილის პირით გაჟღერდა შეკითხვები ბატონ ჰერჩინსკის მისამართით, მაგრამ ქართველ ხალხს შეკითხვები გაუჩნდა ევროპის მისამართით, ევროკავშირის მისამართით, ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით, კოლექტიური დასავლეთის მისამართით. აი ეს შეკითხვებია. ეს არ არის ალბათ მომწურავი შეკითხვები, ამ შეკითხვების გაზრდა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ აი ეს შეკითხვები არსებობს და ამ შეკითხვებს დასავლეთმა უნდა უპასუხოს. ვიდრე დასავლეთი ამ შეკითხვებს არ უპასუხებს, მანამდე დასავლეთის მიმართ გარკვეული ნიჰილიზმი, გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც წამოვიდა უკვე და სულ უფრო იზრდება და იზრდება, იქნება. ეს დამოკიდებულება არსად არ წავა, იმიტომ რომ სწორედ დასავლეთი იძლევა ამ უარყოფითი დამოკიდებულებისთვის საფუძველს. საბაბს კი არა, საფუძველს. ჩვენ საბაბს არ ვეძებთ. ჩვენ ქართველ ხალხს არ უნდოდა დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება. პირიქით, ქართველი ხალხი მთელი არსებით ისწრაფოდა დასავლეთისკენ და უნდოდა დასავლეთის შემადგენელი ნაწილი ყოფილიყო. პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი. და არა მარტო პოლიტიკური, კულტურულად ჩვენ ისედაც ბევრი საერთო გვაქვს დასავლეთთან, ყოფაცხოვრებით, ისტორიით, რაღაცნაირად ბევრი კვეთა მოდის, კვეთის შეხების წერტილები გვაქვს, ბევრი უამრავი, მაგრამ აი პოლიტიკურად მთლიანად რომ ყოფილიყავით დასავლეთის შემადგენელი ნაწილი, ეს ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოებისა, არა მარტო საბჭოთა პერიოდში, არამედ იქამდეც და არა მარტო საბჭოთა პერიოდში, არამედ საბჭოთა პერიოდის მერეც ამას ამჟღავნებდა, ამ სურვილს არ მალავდა, მაგრამ დასავლეთი 30-35 წლის განმავლობაში იქცეოდა ისე, რომ ეს სურვილი ქართველ ხალხს კი არ გაუნელა, არამედ მე ვიტყოდი მთლიანად გაუქრო, იმიტომ რომ ამდენმა თაღლითობამ, ამდენმა ფარისევლობამ, ამდენმა სიცრუემ, ამდენმა დეზინფორმაციამ, ამდენმა უსინდისობამ, ამდენმა კედმაღლობამ, რაც იქიდან მოდის, რა თქმა უნდა, ეს შედეგი გამოიღო და სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ ალბათ
ალბათ სწორია ის პოზიცია, რომელსაც ახლა მოისმენთ ეს ბატონი კახა კალაძე იქნება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინებთ ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას არავის საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. არაფერი კავშირი არ აქვს, კაცო, არც გამჭვირვალობას და არც აღნიშნულ კანონს, რაზეც თქვენ საუბრობთ, ვიზა ლიბერალიზაციასა. ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვისმენთ, რომ აი ეს არის პრობლემა, ეს არის პრობლემა, ეს უნდა შეცვალოთ, ეს არაფერ შუაში არ არის. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ისინი 26 ოქტომბერს დამარცხდნენ. დამარცხეს ქართველმა ხალხმა, ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა ის ადამიანები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას და უნდათ საქართველოს გამოყენება ისე როგორც გამოიყენეს სხვა ქვეყნები და რა მდგომარეობა იმ ქვეყნებში დღეს კარგად ხედავთ და არ გვინდა არავის არ ვაძლევთ ამის საშუალება. სხვათა შორის სწორია, სხვა ქვეყნებიო რომ თქო, ბევრი სხვა ქვეყანაა, რომელიც რომ გამოიყენეს დასავლეთმა, ამის შემდეგ ამ ქვეყნებში ძალიან დიდი პრობლემები გაჩნდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინა, მაგალითი გვაქვს, ცოცხალი მაგალითი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, გველაპარაკება, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ, როგორც უკრაინელები მოიქცნენ, როგორც უკრაინაში მოიქცნენ, როგორც უკრაინაში დასავლეთის მიერ სახელმწიფო გადატრიალების გზით მოყვანილი ხელისუფლება მოიქცა. ასე არ უნდა მოიქცეთ, თორემ შედეგი დადგება იგივე, რაც დადგა და სხვათა შორის ეს პოზიცია, რაც ამჯერად კახა კალაძის პირით გაჟღერდა და ასე ვთქვათ, საერო პოზიცია, მართლაც საერო პოზიცია, ამ პოზიციას ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, გარდა იმ აგენტურისა და მათთან დაკავშირებული გარკვეული რაოდენობისა და ჩვენი საზოგადოების. ყველა მთელი ქართველი ხალხი ამ პოზიციას მხარს უჭერს და ამ პოზიციას სხვათა შორის მხარს უჭერს ეკლესიაც, საპატრიარქოც. ანუ ერი და ბერი ამ ნაწილში არის გამთლიანებული. ამის თქმის უფლებას მე მაძლევს განცხადება, რომლიდანაც გარკვეულ ადგილებს მე წაგიკითხავთ, ეს არის საპატრიარქოს განცხადება, რომელიც ევროკავშირიდან აი ამ ულტიმატუმის, ამ შანტაჟის წამოსვლის შემდეგ გამოქვეყნდა. ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ეგრეთ წოდებული LGBT პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას. აღნიშნული მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპსა და განცხადებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ისე მაღალი რანგის დიპლომატებისგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქებთან გამართული არაერთი შეხვედრისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე, რომელთა ჩანაწერებიც არსებობს, ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნება ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რამე ვალდებულებების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა. უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავს მოხეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ყოველივე ამის ფონზე ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ირიბად გულისხმობს LGBT პროპაგანდისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწმილებას იწვევს. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს ერთი მხრივ ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების LGBT პროპაგანდისგან დაცვას, მეორე მხრივ კი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს. აი ასეთი გახლავთ საპატრიარქოს განცხადება, რომელსაც მართლაც ერმა და ბერმა უნდა დაუჭიროს მხარი, იმიტომ რომ აქ არის ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურული სულიერი ღირებულებების და მემკვიდრეობის დაცვაზე ლაპარაკი და არავის არ აქვს უფლება ამასთან დაკავშირებით
შანტაჟი მოგვიწყოს, რაღაცით დაგვემუქროს, რაღაცით შეგვაშინოს და თუ თქვათ ჩვენ მოვინდომებთ დაცვას იმ ღირებულებებისა, რომელიც სუბსტანციური მნიშვნელობის არის ქართველი ხალხისთვის, ასეთ შემთხვევაში გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან. გააუქმონ. ეს არ არის ის საპირწონე, რომ აქ ქართველი ხალხი თქვათ შეყოყმანდება და იტყვის ამის დაცვა ჯობია თუ უვიზო რეჟიმის შენარჩუნება ევროპასთან. არა, ქართველი ხალხის წინაშე ასე საკითხი არ დადგება, იმიტომ რომ ეს აბსურდია. აბსურდს სჩადის ის, ვინც ამას გვახვევს თავზე და ვინც ამით გვაშანტაჟებს. ამიტომ ასეთი რამ საქართველოში არ გავა. ეს უნდა იცოდეს ევროპამაც, დასავლეთმაც და მათმა აქაურმა აგენტურამაც. ესე იგი შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ოჯახური სიწმინდის დაცვას ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. ერთ-ერთი კანონი, რომლის გაუქმებასაც ევრობიუროკრატები დაჟინებით ითხოვენ, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა შესახებ კანონია. სწორედ ის კანონი, რომელიც ქვეყანაში ეროვნულ ღირებულებებს იცავს და რომლის სულისკვეთებასაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იზიარებს. აი ესეთი გახლავთ პოზიციები, რომელიც აი ამ მიმართულებით წინა პლანზე წამოიწია და ეს გვაფიქრებინებს, რომ საქართველო მიუხედავად იმისა, რომ დაშლილია ახლა პოლიტიკური თვალსაზრისით, მრავალი დაპირისპირება არსებობს, მრავალი აზრი არ ეთანხმება ერთმანეთს და ჭიდილშია, ასე ვთქვათ, ჩაბმული და მოსული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება, საზოგადოებრივი აზრი ამ თვალსაზრისით ერთიანდება და ის იქნება საქართველოს ნამდვილ ჭეშმარიტ ისტორიულ ტრადიციული ღირებულებების დამცველი ბოლომდე. აი აქ ცოტა ხნით შევისვენოთ და შემოგთავაზებთ იმ ცნობილ რუბრიკას, რომელსაც ჰქვია ფსიქიატრიის რენტგენი. რაღაცნაირად თემატურად მინდა დღეს ეს გიჟების პარადი წარმოგიდგინოთ და ვნახოთ რა გამოვა აქედან. ერთ-ერთი თემა ეს არის ეგრეთ წოდებული კაცების გათხოვების თემა საქართველოში. მე-10 ადგილზე გასული ვიდეო, რომელიც არის ფუძემდებლური აი ამ მიმართულებით. გასათხოვარი მამაკაცები რო ხართ და რო გეშინიათ, ესე იგი აღარც სამშობლოს დაცვა, აღარც ერის სიყვარული, აღარც ღმერთის ერთგულება, აღარც ოჯახის გადარჩენა. თავარი არის რომ არ გაათხოვონ. ქოცების თავარი სამოძრავებელი ინსტინქტი არის რომ იქნებ კაცები არ გაგათხოვონ რა. რა დღეში ხართ ხალხო? ეს დამოკიდებულება ახალი არ არის, ჯერ კიდევ ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს ჰქონდათ საკითხის მიყვანა აბსურდამდე. ანუ არა მტკიცება იმისა, რომ რა თვალსაზრისის შესახებაც არის საუბარი, ის აბსურდია. არამედ ამ თვალსაზრისით მსჯელობის გაგრძელების შედეგად მისი მიყვანა აბსურდამდე, რაც დაანახებდა მოწინააღმდეგეს, რომ ნუ აბსურდი არის აბსურდი. ამ შემთხვევაშიც ესენი ცდილობენ, რომ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ეს მომავალი თაობის დაცვა კი არ არის, ეს მათი ფსიქიკური მდგომარეობის მოფრთხილება კი არ არის, არამედ ეს არის შიში კაცების გათხოვების წინაშე. არა ბატონებო, ასეთი შიში საქართველოში არავის არ აქვს და თუ ვინმეს აქვს, ისევ იმ ხალხს, ანუ თქვენ, ვინც მომხრე ხართ ამ LGBT პროპაგანდისა, მაგრამ ამას დავანებოთ თავი. ასეთი შიში საქართველოში არავის არ აქვს. ლაპარაკი არის სხვა რამეზე. თქვენ ეს სხვა რამე, რომელიც ქვეყნის სამომავლო, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, მომავალი თაობების აღზრდის საკითხია, გინდათ ასე გააბითუროთ, გააფუჭოთ და აბსურდამდე მიიყვანოთ, მაგრამ გამოგივათ კი, აი ნახოთ აბა რა გამოვა ამ საქმიდან და ახლა წარმოგიდგენთ ერთ ქალბატონს, რომელიც როგორც ვიცი, ამბობს რომ ფსიქოლოგი ვარო, არ ვიცი მოკლედ ვინ არის, მაგრამ აი ნახოთ მისი მსჯელობა.
ჩვენ მივიღეთ ქართველი მამრი, რომელიც სამშობლოს მაგივრად არის საჯდომის დამცველი და რომლის გათხოვების თემას და რომელიც ძალიან გაშარჟებული გვაქვს, დღეს ლამის მთელი მსოფლიო დაგვცინდა. არ ვიცი რა უთხრა, მოკლედ ცუდი ფსიქოლოგია ეს ქალბატონი, იმიტომ რომ ფსიქოლოგი თუ არის ადამიანი, ის ასე მარტივად თავისივე ნათქვამით საკუთარ თავს არ უნდა დაუპირისპირდეს და საკუთარი თავი არ უნდა ჩაიყენოს იმ მდგომარეობაშიც, რა მდგომარეობაშიც ამ ქალბატონმა მისი ნათქვამით საკუთარი თავი ჩაიყენა. არ უნდა მოუვიდეს ეს ფსიქოლოგს, მაგრამ ეტყობა ამ კლასის და ამ მასშტაბის ფსიქოლოგია. ახლა ვნახოთ რას აბრალებს აი ამ აბსურდს, რაც მან გითხრა, რომ ქართველი მამრის ტიპი არის ასეთი, რომ ის სამშობლოს კი არ იცავს, არამედ საკუთარ უკანალს იცავსო. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფის მიყენებაა მთელი საქართველოსთვის და ქართველი მამაკაცებისთვის. მცდელობაა. შეურაცხყოფის მიყენება არ არის, ეს არ არის ქალბატონი, ვისაც შეუძლია საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ მცდელობა აქვს შეურაცხყოფის მიყენების. და ახლა ვნახოთ, რითი ხსნის ეს ქალბატონი იმას, რაც წეგან თქვა. აი ამ ყველაფერში, ამ ფსიქოლოგიურ დივერსიაში, რომ მონაწილეობს საქართველოს საპატრიარქო, მე ეს მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არის ძალიან მკაცრად და მიზანმიმართულად დასახული გეგმა, რომელსაც ჰქონდა თავისი ეტაპები, რომელსაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზნები ამოცანებთან ერთად და შესაბამისად ყავდა თავისი შემსრულებლები. და მათ შორის სხვათა შორის ლომის წვლილი აი ამ დივერსიაში, როდესაც დღეს გვაქვს შეურაცხყოფილი, გროტესკული, ყოვლად დამცირებული ქართველი მამრის ხატი, ამაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის საპატრიარქოს. აი თავიდან ბოლომდე აბსურდია, რასაც ეს ქალბატონი ამტკიცებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ ვეტყვი მას, რომ შენ ხარ გროტესკული სახე ქართველი დედრის მეთქი, იმიტომ რომ არ შეიძლება ქართველი ქალი დაიყვანო აი ამ არსებამდე. შეუძლებელია ეს. ის კი აკეთებს ამას, როდესაც მამაკაცებს ეხება, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს არის ერთი ღვთის პირიდან გადავარდნილი დედაკაცი, რომელსაც რაღაცა გასამრჯელოს გამო ყველაფრის კადრება შეუძლია და კადრულობს კიდევაც. აქ არ გაჩერდა ეს ქალბატონი, საპატრიარქოს შეურაცხყოფით არ შემოიფარგლა, კიდევ უფრო შორს წავიდა. რუს წმინდანებზე ლოცულობენ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრები, საროველის საფლავზე დადიან მუხმორთქმულები, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, არც საროველთან, არც რადონეჟელთან, მაგრამ ერთი გვერდი თუ გადაუშლიათ და ერთი ფურცელი და მთაწმინდებლებმა რა დატოვეს ის არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვსო არც როდონეჟელთანო და არც სერაფიმ საროველთანო აცხადებს ეს ქალბატონი, მაგრამ მისი სიტყვები საწინააღმდეგოს მეტყველებს. აი იმათ საფლავებზე რომ დადიანო, ანუ იმ წმინდანებს, რუს წმინდანებს მიაგებენ პატივსო, აი ეს არის ყველაფრის თავი და თავი, ეს არის ყველა უბედურების სათავეო, აცხადებს ეს ქალბატონი და ამ დროს აი ნუშიას არ მოსდის ის ამბავი, ან სულაც არ იცის ის ამბავი, რომ ქრისტიან წმინდანებს ეროვნება არ გააჩნიათ, ისინი ეროვნებაზე მაღლად განან, ისინი არიან ქრისტიანი წმინდანები. ქრისტიანი წმინდანი რა ეროვნებისაც არ უნდა ყოფილიყო ის საერო ცხოვრებაში, თუ საეკლესიო ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც წმინდანად იქნა აღიარებული, ყველა ქრისტიანისთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის არის წმინდანი. და მისი დაყოფა არც ეროვნების და არც სხვა რამე ნიშნით არ ხდება ხოლმე, მაგრამ ამდენი არის ის ამ ქალბატონმა ან იცის, მაგრამ გაურბის ამას, იმიტომ რომ ეს მის ინტერესებში არ შედის დღეს. აი ასეთი გახლავთ, აი ეს უბედურება, რაც დღეს ტრიალებს, აი გაშარჟება თემისა, რასაც ქვია ქართველი მოზარდების და მომავალი თაობის დაცვა LGBT პროპაგანდისა და LGBT უბედურებისაგან. ამას სხვებიც აკეთებენ და მე მინდა კიდევ რამდენიმე მაგალითი გაჩვენოთ ამ მიმართულებებიდან. აი შემდეგი ვიდეო ეს მე 7 ადგილი იყო ბოლოს, რომელიც თქვენ ნახეთ, მე 6 ადგილზე გასული ვიდეო.
კაცების გათხოვებით რო გვაშინებს კობახიძე ნიდერლანდებში სწორედ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ სტატისტიკას რო ჩავხედე, ეს სტატისტიკაც ვნახე. წლის განმავლობაში 100%-დან ქორწინებების მხოლოდ 2% არის ერთსქესიანთა და ეს მაშინ როდესაც ნიდერლანდებში მათ შორის ქორწინებისთვის ჩადიან ევროპის სხვა ქვეყნებიდან, იმიტომ რომ თუ არ იცით, მე გეტყვით რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში არ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება და კითხვა არ გიჩნდებათ რომ კობახიძე რო გვეუბნება რომ გვაიძულებენო თუ ლატვიას, ლიეტუვას ან ესტონეთს არავინ არ დააძალა ევროკავშირში გაწევრიანებისას კაცების დათხოვება და არც ახლა არავინ არ აძალებს. აი მაინდა-მაინც კობახიძეს ქართველი კაცების დათხოვებას რატო ეუბნებიან? კარგად თხოვდებიან დათხოვებადი კაცები ყავს თუ რა შესაძლოა? კი, მაგრამ სადღაც რომ წასულხართ, ქალბატონო, იქ რატომ ირთულებს ცხოვრებას აი ამ საკითხების კვლევაძიებით? თუ დაინტერესებული არ ხარ. დასასვენებლად ვარ ვამბობ, დაისვენე და იყავი შენთვის და სხვათა შორის კაცების გათხოვებაზე რატო ფიქრობ? შენს გათხოვებაზე იფიქრე, თუ გასათხოვარი ხარ და თუ გათხოვილი ხარ, მაშინ ოჯახს მიხედე ისჯობია ამ საკითხების ქექვას თანაც ასე უზნეოდ და უსინდისოდ, როგორც თქვენ ამას აკეთებთ. მეხუთე ადგილზე გასული ვიდეო. 11 წელი გადის, რაც არის არა დისკრიმინატორია 14-ში იყო ანტიდისკრიმინაცია. ყოფილა თუ არა გამოვიდეს ვინმე პაპუაშვილი და თქვას რომ ამ 11 წლის განმავლობაში იყო შემთხვევა, როდესაც მას ვინმე ძალით ათხოვებდა. უბრალოდ გვითხრას რა, თუ იყო ასეთი შემთხვევა. რა არის ეს საერთოდ? რა პროპაგანდა და მესმის ყველაფერი გამიგონია, ეს რა არის? პაპუაშვილის გათხოვება როგორ შეიძლება ვინმე ძალით უნდა თუ ვიღაცა 11 წელი ქონდა ვიღაცას რომ პაპუაშვილი ძალით გაეთხოვებინა ხალხო. მოუვიდეს რაზე ლაპარაკობ? ხვდებით სად მივედით? ანუ 11 წელი ქონდა ვიღაცას რომ პაპუაშვილი ძალით გაეთხოვებინა? ხო. რაზე ლაპარაკო? აი ეთერში რაზე ვსაუბრობ? ეს რაღაცა წარმოუდგენელი ცინიზმია, ხო? რას ქვია პაპუაშვილის გათხოვება? რაზე ლაპარაკობს? თლად სინდისისგან, ნამუსისგან ასე როგორ გაირეცხეთ? რა შუაშია ვინმე კონკრეტული მამაკაცის გათხოვება? რატომ აყენებს შეურაცხყოფას ან პაპუაშვილს და ან საერთოდ ქართველ მამაკაცებს? ან რის თქმა გინდათ თქვენ? რა LGBT პროპაგანდას არ ქონდა წაღებული მთელი დასავლეთი და წალეკილი და ახლა ტრამპმა არ შეაჩერა ეს ამბავი? ტრამპი არ გამოვიდა სპეციალური მოწოდებით რომ ქალი ქალია და კაცი კაცი არისო, დედა დედაა და მამა მამა არისო? ტრამპმა არ გააკეთა ახლა ეს აი რამდენიმე თვის წინ და რა თქვენ რაზე ლაპარაკობთ რომ ეს პრობლემა არ მდგარა და არ დგას დღემდე? წალეკილი აქვს თქვენი ის არხი, სადაც თქვენ ხართ ახლა. ის არხი წალეკილი აქვს პროპაგანდას ამ სიბინძურის, ამ უბედურებისა. თქვენ გინდათ საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის ცნობიერება დაანგრიოთ აი ამ სიბინძურით. ამაზეა ლაპარაკი, თორემ ვინმე კონკრეტული კაცი გათხოვდება, არ გათხოვდება, ვინ დააყენა საკითხს, სად დგას საკითხიას? აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თქვენ იდეოლოგიას ემსახურებით, რომელიც არის კაცობრიობის დაღუპვის იდეოლოგია, კაცობრიობის დასამარების იდეოლოგია და რაც აღწერილია ბიბლიაში. არ წაგიკითხავთ ეს ეპიზოდები? რამე არ გაგიგიათ ცხოვრებაში? შესაძლებელია დიდი განათლება არა გაქვთ, მაგრამ ეს ყურმოყრით მაინც ხომ უნდა იცოდეთ, რომ აი ბიბლიაში არის ეს ეპიზოდები აღწერილი და ღმერთმა საშინელი სასჯელი მოუვლინა იმ ძალას, იმ იდეოლოგიას, რომელსაც ქვია ეს მამათმავლობა და ეს უბედურება. LGBT-ს რომ უძახეთ დღეს. ეს რა არ გაგიგიათ? რატომ ხართ ასეთი უტიფრები და თავხედები? რატომ ხართ ასეთი აი ყოველგვარი ადამიანურისგან დაცლილი? საოცარია პირდაპირ. ახლა ნახავთ აი ამ ჯიშის ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც აი მთლად გადადის საზღვარს, ეს მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო გახლავთ ამ მიმართულებით. მოკლედ, დილიდან დავდივარ აგერ პორტუგალიაში და ბიჭო, არის ეგეთი მახინჯი ვარ, არც ერთი ბიჭი არ მოსულა, არც ერთი კაცი და არ უთქვამს რომ ცოლად გამომყევიო. მაგრად ეხავს ძალიან მახინჯი ვარ და კოცებო არ ჩამოხვიდეთ აქ, თორე აი ეგრევე
მე ეთყობა ძალიან უშნოა თქვენ ეგრევე ცოლად მოყვანაზე აგაწიოებენ რა. აი ეგეთი ამბავია. აი ეს არის ევროპა. ესე იგი, ეჭვი ეპარება ამ კაცს, რომ მახინჯია. სულით ხორცამდე მახინჯი ხარ, აბა რა ხარ. რასაც ახლა შენ ლუღლუღებ იქიდან, ევროპიდან, აი ეს არის შენი სიმახინჯე, შენი სულიერი სიმახინჯე, შენი ცნობიერი სიმახინჯე და სიმახინჯეში მონაწილეობის დასტური. სხვა რა უნდა იყოს, მეტი სიმახინჯე რა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არც ევროპაში და არც საქართველოში შენ არავინ ცოლად არ წაგიყვანს, მაგრამ როგორც ჩანს, გინდა ძალიან რომ მოვიდეს ვიღაცა და ხელი გთხოვოს. ახლა ნახოთ, აი ამ თემასთან დაკავშირებით როგორ მსჯელობენ უკვე მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ქართული ოცნების წარმომადგენლები და რა სახე მიიღო ყველაფერმა ამან ბატონი დინარაძე. გათხოვილ კაცებზე ღადაობით უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი, ასეთი გოიმური დავალების შესრულება როგორ შეიძლება. ძალიან ამოვარდა დიპ აგენტურა კალაპოტიდან. კი, ყველა მიხვდა უკვე რომ ესენი ცდილობენ, აი რაც მე გითხარით, აბსურდამდე მიყვანის საშუალებით, ესე იგი თემის, იდეის აბსურდამდე მიყვანის საშუალებით და ამტკიცონ რომ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა არის სისულელე. ეს სისულელე კი არ არის უდიდესი ეროვნული საქმეა. ვერ გააფუჭებთ ამ იდეას და ამ მიმართულებას. არ დაგანებებთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს იმისთვის, რომ მათ ტვინში შეაღწიოთ, მათ ცნობიერებაში შეაღწიოთ და მე იმათაც იარონ ევროპაში და იზახონ, რომ ნეტა არავის არ მოვეწონე აქ და ვიღაცამ ცოლად მithხოვოს. ბატონი პაპუაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია არკვევს, გთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად ათხოვებას და ყოველ წელს 100 ნარჩევი გოგობიჭის მიგვრას. ამ ვითომ და გარკვევის მიზანის სინამდვილეში მათ პროპაგანდით ნაკარნახევი აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა. სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს. მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა რატომღაც რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც უვიზო მიმოსვლასთან წესით არანაირი კავშირი არ აქვს. რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი ჯერ არ დაგვიმთავრებია, მაგრამ მე ეს ორი სიუჟეტი შემოვიტანე იმისთვის, თუ როგორია დამოკიდებულება ჩვენი მმართველი პარტიისა იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც არის ლაპარაკი. ეხლა განვაგრძობთ ის ფსიქიატრიის რენტგენს და მინდა წარმოგიდგინოთ მესამე ადგილზე გასული ვიდეო, ეს გახლავთ პროფესორი პაპასკირი, როგორც თვითონ აცხადებს. და ნახეთ რა საკეთებს ეს კაცი, ვისი მეხოტბეა, ვისი მხარდამჭერია და რა პოლიტიკური იდეოლოგიის სამსახურში არის ჩამდგარი. მე ვარ პროფესიონალი ისტორიკოსი, საქართველოს ისტორიის სპეციალისტი. 40 წელზე მეტია ვასწავლე სტუდენტებს საქართველოს ისტორიას. და სრული პასუხისმგებლობით ნებისმიერ კოლეგას შემიძლია დაუსაბუთო ეს ნიჰილიზმი ერთგვარი. საქართველოს ისტორიას ბოლო 5-6 საუკუნის მანძილზე არ ყოლია ისეთი ლიდერი, რომელმაც წუმპედან ამოიყვანა ქვეყანა და ნორმალურ სახელმწიფოდ აქცია. ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. აი, ასეთი გახლავთ მოსაზრება, თანაც ასე მტკიცედ და დაბეჭდებით გამოთქმული, აი ამ პროფესორის მიერ. მეორე ადგილზეც იგივე პროფესორი გავიდა, ის ისევ სააკაშვილთან დაკავშირებით მსჯელობს. მე-15 საუკუნე იყო ბოლო გამონათება ალექსანდრე პირველის მეფობა, გაერთიანებული საქართველოსი. თემურლენგის აოხრებული საქართველო აღადგინა ალექსანდრე პირველმა. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მიწურულს, მისი მეფობის მიწურულს თბილისი გადაწვა დამპყრობელმა. ეს არ არის, აი ფინალი, ძალიან ბევრს ნიშნავს ფინალი. და ამის შემდეგ საქართველო ერთიანი არც ყოფილა.
იყვნენ წარმატებული მეფეები, მეტნაკლებად მე-17 საუკუნეში ვახტანგი მე-5 არა მეფე ოღონდ ვალი, სპარსეთის ვალი. ეს არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო ქართლის სამეფო. მე-17-18 საუკუნეში ვახტანგი მე-6 ასევე. კი ბატონო. ეს იცით მე რატო ვამბობ ამას? ერეკლე მეორეზე ხო ძალიან პოპულარული მეფეა, მაგრამ წანისი ეს ხო წანისმა დააქცია საქართველო. ხო ვიცით არა? და მე რატო ვამბობ ამას? ჩვენ ასეთი წარმატებული ლიდერი, რომელმაც ძალიან მძიმე კოლაფსიდან გამოიყვანა სახელმწიფო ქვეყანა, კოლაფსი იყო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ყველანაირი, რა იყო 2003 წელს, ხო ვიცით არა? და აქედან ამოიყვანა ქვეყანა მიხეილ სააკაშვილმა. მე არაფერს არ ვიტყვი კომენტარის სახით, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ახლა წარმოგიდგენთ პირველ ადგილზე გასულ ვიდეოს, თქვენ წარმოვიდგინეთ ისევ ეს პროფესორი გახლავთ და შედარებას აკეთებს მისი კუმირისა, მიხეილ სააკაშვილისა და ედუარდ შევარდნაძის. და წარმოგიდგენიათ ამ ახალგაზრდა კაცმა შეცვალა ედუარდ შევარდნაძემ სოფლიო ცნობადობის პოლიტიკოსი, ხო? და მე ხშირად თვითონ ედუარდ შევარდნაძისთვის მაქვს ერთხელ ნათქვამი ოფიციალურად შეხვედრაზე, რომ სტალინი და თქვენ ხართ სოფლიო ისტორიის პერსონაჟები, მარტო ქართველთაგან, ხო? აი ეს და ამ კაცმა ვერ გაართვა თავი. ის იყო იმ იმპერიის სამსახურში და იმით იყო ცნობადი. ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც საქართველოსი გახდა მსოფლიო მასშტაბით ცნობადი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. აი ასეთი გახლავთ ეს შეფასებები. მე კომენტარის სახით ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, მაგრამ დღეს ამისგან თავ შევიკავებ. და კომენტარის სახით შემოგთავაზებთ ქალბატონ თეატრო ლუკიანის ერთ-ერთ განცხადებას კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. უпростоრად კომისიის მუშაობის დასასრულის მოახლოებასთან დაკავშირებით. ვაპირებ რომ ეს დასკვნა პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნო, იმიტომ რომ ეს არის მისი მმართველობის ანატომია. ეს არის იმ ბოროტებების ნუსხა, ფაქტებზე დაფუძნებით და არა იმის და მიხედვით მე რას ვფიქრობ. ის ბევრი სიცრუე, რაც მან აკადრა საზოგადოებას, თავი წარმოარჩინა ერისმამად და სახელმწიფოს დამფუძნებლად გარე ძალების დახმარებითა და დაფინანსებით და ეს იმ ფურცლებზე, რომელიც ვარდების რევოლუციას ეხება, ძალიან ნათლად იქნება წარმოჩენილი ფაქტებზე დაფუძნებით, რომ ძალიან ბევრი ხნით ადრე მზადდებოდა მისი საქართველოს თავზე დასმა და იმედი მაქვს, რომ ის ამ დასკვნას თუნდაც ცალი თვალით გაეცნობა. ქალბატონო თეა ერთი სათხოვარი მაქვს, ერთ-ერთი ეგზემპლარი პროფესორ პაპასკირსაც გაუგზავნეთ, იქნებ რამე შევიდეს მის სამეცნიერო თავში. დიახ, ასეთი იყო დღეს ეს ფსიქიატრიის რუბრიკა. ახლა გადავინაცვლოთ სხვა საკითხებზე, თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ ეს სხვა საკითხებისგანა ფსიქიატრია არ არის და როდესაც სხვა საკითხებზე გადავდივართ, დიდად ვშორდებით ფსიქიატრიას. მთელი უბედურება ის არის, რომ მსოფლიო მოიცვა სიგიჟემ და შიზოფრენიამ. მსოფლიოში დღეს რამე უბედურება თუ არსებობს, ეს არის მასობრივი შიზოფრენია. ჩვენ და სამწუხაროდ. ახლა ისევ უკრაინას მინდა მეუბრუნდე. უკრაინაში უკვე ახალი ტიპის, ახალი ყაიდის დემონსტრაციები დაიწყო. თურქეთში უკრაინული და რუსული დელეგაციების მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების დღიდან ყველაზე რთული დილემის წინაშეა. უკვე მეორე დღეა, რაც დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავს. დემონსტრაციების მიზეზი ახალი სადავო კანონ პროექტია, რომლის თანახმადაც ქვეყნის უმთავრესი ორი ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა ამიერიდან უკრაინის გენპროკურატორის ზედამხედველობით წარიმართება. დემონსტრაციებმა მოიცვა კიევი, ლვივი, ხარკივი და სხვა ქალაქები. საპროტესტო აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ. აი ასეთი ამბები არის უკრაინაში. კარგია, რომ უკრაინაში დაიწყო უკვე მღელვარება. უკრაინაში დაიწყო გაცნობიერება იმისა, რომ ხელისუფლება, რომელიც თან არალეგიტიმურია და თან მოღალატეა უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი ხალხის მესაფლავეა,
აი ამის წინააღმდეგ რაღაცა დაიწყო, თუმცა მე ვიტყოდი არასწორად, იმიტომ რომ რომელიღაც კანონის გამო და რომელიღაც კანონ პროექტის გამო კი არ უნდა იყოს მღელვარება და მანიფესტაციები, არამედ ხალხი უნდა გამოდიოდეს ქუჩაში იმის გამო, რომ უკრაინა დაღუპა და დაანგრია ფაშისტმა ვინმე ზელენსკიმ. სამწუხაროდ აქამდე არ არის ფლად საკითხი მისული, მაგრამ ალბათ მალე მივა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, გარედანაც დაეხმარებიან, იმიტომ რომ ეთყობა ზელენსკი უკვე გაწირულია. ზელენსკის გაყვანა უნდა თამაშიდან, ეს ამბები პრელუდია ამ მოვლენისთვის, როგორც ჩანს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ზელენსკის მიმართ კიდევ სხვა შეკითხვები გაჩნდება. მაგალითად, პრეზიდენტ ტრამპს აქვს ასეთი ხასიათის შეკითხვაც და ეჭვებიც. ევროპული ქვეყნები ჩვენგან შეისყიდიან იარაღს, გადაიხდიან სრულ საფასურს და შემდეგ საჭიროებისამებრ გაანაწილებენ მათ შორის უკრაინაზე. ანუ ჩვენ ხარჯს აღარ გავიღებთ. ბაიდენმა 350 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი და უფრო უარესიც ნაღდი ფული გასცა. ჩვენ ამის შესახებ ერთ დღესაც ყველაფერს გავიგებთ. ამ ფულით იარაღი უნდა ეყიდათ. მართალია მამაცები არიან, თუმცა ვფიქრობ თითოეული დოლარი სამხედრო აღჭურვილობაზე არ დაუხარჯავთ. ასე რომ ამ იერიდან ფულს აღარ მივცემთ, არამედ გავყიდით იარაღს. აი ესე 350 მილიარდი დოლარი ტრამპის თქმით, რომელიც დაახარჯეს ამ უკრაინის პროცესებს, პრაქტიკულად არ წავიდა თურმე იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც უნდა წასულიყო. რომ წასულიყო იმ დანიშნულებით, მაინც არ იქნებოდა კარგი საქმისთვის წასული, ასე ვთქვათ, მაგრამ აქ თავარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის არის, რომ ზელენსკიმ და მისმა ხროვამ დიდი ნაწილი ამ თანხებისა მოიპარეს, მიითვისეს, ანუ ძარცვას მიყვეს ხელი და თვითონ გამდიდრდნენ და ახლა ეს ყველაფერი როგორც ჩანს თანდათანობით წამოიწევა და დღის წესრიგში დადგება და წინა პლანზე იქნება. აი ასეთი გახლავთ ეს ვითარება და ახლა ამასთან დაკავშირებით მე თუ დაგამახსოვრდათ ამ გადაცემაში ცოტა ზემოთ ვთქვი რომ ახლა მარტო საქართველოსდან კი არ შეეცდებიან მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ, რაც დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და რა მიმართულებითა ჯერ კიდევ მუშაობს დასავლეთი. არამედ მთელი ამიერკავკასიის ჩართვა აქვს ამ პროცესში გადაწყვეტილი მეთქი და თუ გახსოვთ ჩვენ მთელი გადაცემა მიუძღვენით ამ საკითხს, თითქმის მთელი გადაცემა, სადაც ვისაუბრეთ ამიერკავკასიის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ და პირველ რიგში ეს იყო ის, რომ ამიერკავკასიაში დასავლეთი ცდილობს სომხეთისა და აზერბაიჯანის გაერთიანებას რუსეთის წინააღმდეგ, ოღონდ ამას ახერხებს მხოლოდ თურქეთის ფაქტორის შემოყვანით. თურქეთს იდეა აქვს დიდი თურანის აღდგენისა, აღორძინებისა და ამ პროექტს ამოაფარეს მოხერხებულად ის, რომ როგორმე ამიერკავკასია განაწყონ რუსეთის წინააღმდეგ. არ ვიცი საქართველოზე რას ფიქრობენ, გონიათ რომ საქართველო ავტომატურად არის განწყობილი ამ მიმართულებით თუ კიდევ მუშაობა დასჭირდებათ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, სადაც აზერბაიჯანი და სომხეთი იქნება ჩართული ამ ძიმე ამბებში, იქ რა თქმა უნდა ჩვენს განზე ვერ დავრჩებით ძალიანაც რომ მოვინდომოთ და ვინ დაგვტოვებს განზე. ამიტომ ძალიან დიდ და სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამიერკავკასიის არევა როგორც ჩანს დღის წესრიგში დგას და შესაძლებელია ამ მიმართულებით ვითარება დაიძაბოს. ახლა კიდევ მინდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადაცემა უძღვენით ამ საკითხს, აი შეგახსენოთ რა როგორ დაიწყო მაგალითად, გახსოვთ თქვენ აზერბაიჯანული თვითმფრინავის დაღუპვის ისტორია და აი ამ თემით, ამ თემის ახლა გაცოცხლებით როგორ უნდათ ვითარების დაძაბვა, აი პრეზიდენტ ალიევის პოზიცია. საქმე გასული წლის დეკემბერში ყაზახეთში ჩამოგდებულ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს ეხება, რომლის ბორცვზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა. მოსკოვის ნახევარწლიანი დუმილის მიუხედავად აზერბაიჯანში აქვთ მტკიცებულება, რომ მომხდარის უკან რუსული რაკეტა იდგა. რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის ფონზე ბაქო მოსკოვისგან ძველი ანგარიშების გასწორებას ითხოვს. ჩვენი გენერალური პროკურორი რეგულარულად გზავნის წერილებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანის მისამართზე. თუმცა ყველა წერილზე ერთი პასუხია: გამოძიება გრძელდება. დაველოდებით თუ როდის დასრულდება ეს გამოძიება, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი ქცევა კონტრპროდუქტიულია. აი ასეთი გახლავთ ბატონ ალიევის პოზიცია და აბსოლუტურად ვერ შეედავები მას იმ ნაწილში, რომ თვითმფრინავი რომ დაიღუპა, ავიაკატასტროფა, ეს უმძიმესი მოვლენა არის, უდიდესი ტრაგედია არის, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული
და რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგოს მან ვინც უნდა იყოს იგი ამ ფაქტის გამო ვინც ჩაიდინეს და შეცდომა იყო თუ მიზანმიმართული ქმედება იყო ეს ყველაფერი უნდა გაირკვას აქ ალიევთან სადავო არაფერი არ აგვაქვს მაგრამ მთელი ამბავი ის არის და მას შემდეგ იწყება რომ აი ამ ფაქტების შემდეგ აი ამ ძიმე მომენტების გახსენებით იწყება რუსეთთან დაპირისპირება ალიევი აზერბაიჯანი უკვე უპირისპირდება რუსეთს და ეს არის პრობლემა რომელიც რა თქმა უნდა მისთვის თავსმოხვეული პრობლემაა რა თქმა უნდა ეს არის დიდი პროგრამის შემადგენელი ნაწილი როგორც გითხარით ამიერკავკასიის არევის და ამიერკავკასიის დაპირისპირებისა რუსეთთან აი ნახოთ ალიევის კიდევ ერთი განცხადება და თავად მიხვდებით რაზეა ლაპარაკი შუშაში გამართულ რიგით მესამე გლობალურ მედია კონფერენციაზე ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ უყევი მხარდაჭერა და აღნიშნა რომ ქვეყანა ოკუპაციას არასოდეს უნდა დასთანხმდეს ეს კი აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობის ფონზე ხდება რომლის ერთ-ერთი მიზანიც ბევრის მოსაზრებით კავკასიაში რუსული გავლენების შესუსტებაა ნახეთ სანამდე მივიდა ბატონი ალიევი თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით მართალია მეთქი ვთქვი იმიტომ რომ ეს ხუმრობა საკითხი ხომ არ არის კატასტროფა ტრაგედია ოჯახებია სიცოცხლეებია დაიღუპა ადამიანები და მოხდა საშინელი ფაქტი მაგრამ ეს ყველაფერი განა იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რაც ბატონმა ალიევმა გააკეთა, რომ ხარი დაუჭირო უკრაინულ ფაშიზმს, ხარი დაუჭირო ზელენსკის, ხარი დაუჭირო იმ უბედურებას, რაც უკრაინაში დატრიალდა და იმას, რასაც ვხედავთ ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე, დასავლეთის დაპირისპირება რუსეთთან. ნატოს დაპირისპირება რუსეთთან, ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირება რუსეთთან, ევროკავშირის დაპირისპირება რუსეთთან. აი ამას რომ ხარი დაუჭირო, ამის მიზეზად, საბაბად თუ საფუძვლად გამოდგება თუნდაც ავიაკატასტროფა და დიდი ტრაგედია? ეს ორი რამ ერთმანეთს უკავშირდება? ეს ხომ საბაბის ძებნა იმისთვის რომ დაუპირისპირდე რუსეთს. ეს ნაბიჯი ალიევს ხომ ვიღაცამ გადაადგმევინა და თუ თვითონ გადადგა მით უარესი მისთვის მაგრამ ვიღაცამ გადაადგმევინა მან ვისაც სურს ამიერკავკასიიდან რუსეთთან დაპირისპირების პროვოცირება ეს ერთმნიშვნელოვანია და აქ არაფერი არ არის საკამათო მაგრამ მთელი უბედურება თუ არა პრობლემა რასაც მე მინდა დღეს მივადგე ეს ის არის თუ როგორი იქნება ჩვენი პოზიცია საქართველოს პოზიცია ამ თვალსაზრისით აი მას შემდეგ რაც ალიევი ასე ღიად დაუპირისპირდა რუსეთს დაიწყო მიმოსვლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მე არ მინდა რაღაც მოვლენებს წინ გავუსწრო და რამე დასკვნები გავაკეთო აქედან გამომდინარე მაგრამ ეჭვების და ვარაუდების გამოთქმის უფლება მე მაქვს როგორც ჟურნალისტ და როგორც საქართველოს ერთ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს. ეს ეჭვები და ეს გარკვეული საბუთები ამ ეჭვებისათვის არსებობს. აი ამ მიმოსვლის ინტენსივობაში, რაც ბოლო დროს შეიმჩნევა. ასე მაგალითად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი ქრივიშვილი ესტუმრა ბაქოს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კი აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მარიამ ქრივიშვილი უკვე შეხვდა მასპინძელი ქვეყნის ლიდერს. ილჰამ ალიევთან საუბრის თემა სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები იყო, მათ შორის რეგიონში სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფის კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის მაგალითად ენერგეტიკულ კაბელზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე. პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. ვერავის ვერაფერში ვერ შეედავები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ორი მეზობელი სახელმწიფო, მათ შორის კომუნიკაცია უნდა იყოს, ურთიერთობები უნდა იყოს და მიმოსვლა და ვიზიტები უნდა არსებობდეს. მაგრამ
ჩვენ რაც არ მოგვისმენია, ჩვენ რაც არ გვითხრეს, ასეთი რამეც ხომ არ არის, აი საქართველოს ჩათრევის მცდელობა ხომ არ არის ამიერკავკასიაში ახალ განწყობილებებში. ეს ახალი განწყობილებებია სომხეთისა და აზერბაიჯანის კავშირი თურქეთთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენც ხომ არ ვყოფ თამაში ცხვირს მეთქი, მხოლოდ შეკითხვას ვსვამ, მეტი არაფერი. ამის საბუთად მე არ მომაქვს ეს ვიზიტები, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიზიტების გახშირება, გაძლიერება და ინტენსივობაც ხომ ამაზე არ მეტყველებს მეთქი. საკითხი დავსვი. ახლა ნახოთ კიდევ ერთი ვიზიტი. ეს არის უკვე საპირისპირო ვიზიტი. ბაქოდან ჩამობრძანდა საგარეო საქმეთა მინისტრი. ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენება, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა, გლობალური საფრთხეები, შუა დერეფანი და საქართველო-აზერბაიჯანის როლი ამ პროცესში. საკმაოდ ვრცელი იყო ის საკითხები, რომლებზეც პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა ისაუბრეს. დღეს კიდევ ერთხელ და მკაფიოდ ითქვა, რომ მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო კი თავის მხრივ მზად არის ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს. მრავალწლიანი მეზობლობა და მეგობრული ურთიერთობები ახლა სულ სხვა ეტაპზეა. ქალბატონი ქრივიშვილი როდესაც ჩაბრძანდა ბაქოში, ის მხოლოდ მის კოლეგას არ შეხვდა, ამითი არ დაკმაყოფილდა, ის შეხვდა პირველ პირს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ილხამ ალიევს. როდესაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და თავის კოლეგას ქალბატონ ბოჭორიშვილს შეხვდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და სხვათა შორის ისიც ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც პირველ პირებს ხვდებიან ქვეყანაში ჩასული მინისტრები, მაგრამ მაინც ახლა ვნახოთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ ერთდღიან ვიზიტში რამე მოასწრო. ის შეხვდა, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ კობახიძეს. აზერბაიჯანის პირველ დიპლომატს უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტუმარს პირადად დაუდასტურა, რომ საქართველო მზად არის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. დიახ, შეხვდა, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსაც ბატონ ყაველაშვილს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ ყაველაშვილმა მეგობარი ქვეყნის პირველ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობთ. ერთობლივად ეკონომიკური კუთხით საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ყოველთვის აღნიშნავ, რომ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობა ნამდვილად სამაგალითოა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ორი მეზობელი, ახლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობებია და ამის საფუძველზე ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეებია გრძელდება კეთილმეზობლური კავშირები. საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. ესე იგი, ჩამობრძანდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვდა თავის კოლეგას ქალბატონ ბოჭორიშვილს, შეხვდა პრემიერ-მინისტრს ბატონ კობახიძეს, შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ ყაველაშვილს და შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ პაპუაშვილს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ქვეყნის პირველ კანონმდებელს. მხარეებმა აღნიშნეს ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს საპარლამენტო დონეზე აქვს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ესე იგი, თუ კი ვინმეს შეიძლებოდა შეხვედროდა აზერბაიჯანელი სტუმარი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ყველას შეხვდა, არავინ არ გამოუტოვებია. ახლა თვითონ ბატონ მინისტრს მოусმინოთ.
მიხარია, რომ ჩვენს ლიდერებს შორის ძალიან გულწრფელი და ინტენსიური ურთიერთობა არსებობს. ჩვენ გვიხარია, რომ გასულ წელს საქართველოში დიდი წარმატებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერის პირველი ვიზიტი და საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განხორციელდა. წლების განმავლობაში შუადერეფნის მნიშვნელობა იზრდება და ამ კონტექსტში ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან ბევრი საქმე კეთდება. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ უპირატესობებზეც, პოტენციალზე ტურიზმის სფეროში, ვისაუბრეთ გლობალურ პროცესებზეც, რასაც გავლენა აქვს ჩვენს რეგიონზე. პატივცემულ კოლეგას ვრცელი ინფორმაცია მივაწოდე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებზე. რა მხრივაც გვაქვს დადებითი დინამიკა და მიგვაჩნია, რომ მშვიდობის გზაზე დიდი პერსპექტივაც გვაქვს. ამ პროცესში ქართულ მხარეს მინდა მადლობა გადაუხადო, რომ სწორედ მათი ინიციატივით 17 აპრილს, სწორედ აქ თბილისში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველოს-აზერბაიჯანს სომხეთის მხარეებს შორის. ეგ რეგიონზე ვისაუბრეთო, უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთო, მნიშვნელობაზე ვისაუბრეთო, მთლად ის არ უთქვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დავგეგმეთო, მაგრამ ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, რომელსაც გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მას არ დაუმალავს და ალბათ არც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ხალბატონი ბოჭორიშვილი დაგვიმალავს თუ რაზე იყო საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოსთვის მთავარ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპაცია ორი რეგიონისა და რა თქმა უნდა ეს უსაფრთხოების გამოწვევა არის არა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის, არამედ რა თქმა უნდა გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი რიგზია. აქ არაფერში ეჭვი შეტანა არ შეიძლება, მაგრამ თვითონ სიტუაცია კარნახობს, რომ ვიყოთ ფრთხილები. ის, რის შესახებაც მე ახლა ვსაუბრობ, ამ აზერბაიჯანთან ინტენსიური მიმოსვლის შემდეგ, ეს არის არა ეჭვი, არამედ უფრო სიფრთხილის გამოჩენა. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი ყურადღება გვმართებს, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს ამიერკავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური რთული პროცესებიდან მოწყვეტილად არავინ არ დატოვებს. თუ კი ვიღაცა დგას ამ პროცესების უკან და რა თქმა უნდა დგას, იმიტომ რომ დაშვებაც კი არ შეიძლება სხვანაირად. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა რაღაცნაირად შეეცდებიან რომ საქართველოს ამ პროცესებში იყოს ჩართული. ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი დაკვირვება გვმართებს და გვმართებს მონაწილეობის მიღება, შეძახილი რაღაცნაირად, რომ შეცდომა არ დაუშვათ. შეცდომის დაშვების უფლება ახლა საქართველოს არ აქვს. ჩვენ იმდენი შეცდომა დაუშვით ბოლო 40-35-30 წლის განმავლობაში, რომ კიდევ ერთი და თანაც სერიოზული და გეოპოლიტიკური ნიშნულობის მქონე შეცდომის დაშვება ჩვენ ნამდვილად არ აგვაქვს. ამ გადაცემას გახსოვთ ალბათ, როგორ დავარქვი, რუსომანია, რუსეთის სიძულვილი, რუსეთის მიმართ რაღაცა მანიაკალური დამოკიდებულება, უარყოფითი დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში აღვივეს და დღემდე აღვივებენ. ეს ყველგან ჩანს და იქიდანაც კი ისმის ხანდახან, საიდანაც არ უნდა ისმოდეს. მაგალითად, ქართული მართლმადიდებელის სამოციქულო ეკლესიიდან, მართლმადიდებელი ეკლესიიდან რუსეთის მიმართ გაღიზიანება, სიძულვილი, ბოღმა არ უნდა ისმოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ისმის. ევროპელები, ამერიკელები გვეუბნებიან თავრობას. ნუ დახოცეთ ეს ხალხი. რატო ყვეთ ამ ახალგაზრდებს უდანაშაულო ხალხს ციხეში? რატო დაწევთ ამ ახალგაზრდებს ქუჩაში? იცით პასუხი რა არის? საოცრე. თქვენ რატო მოგალიფეთ ჯორდანეთში? თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ჩვენ სისხლში გვაცურავებს რუსეთს. თუ ჩვენი მეგობრების გარეშე დავჭით. იმ ხალხის გარეშე თუ დავჭით, რომლებიც ამდენი ხანია გვიცავენ ამ ჯალათი სახელმწიფოსგან, იმაზე უყურეს გაგვიკეთეთ, რაც სტალინმა გაუკეთა უკრაინას. რამდენი შეცდომა დაუშვა მართლმადიდებელმა მღვდელმა ამ ერთ პატარა გამონათქვამში.
რამდენი შეცდომა, ესე იგი იმაზე უარეს გაგვიგეთებს ეს ჯალათი სახელმწიფო რუსეთზე ლაპარაკობს. მართლმადიდებელ რუსეთზე ლაპარაკობს მართლმადიდებელი მღვდელი. ამ ჯალათმა სახელმწიფომო იმდენი ცუდი რამე გაგვიგეთაო, რომ კიდევ გაგვიგეთებს იმაზე უარესო, რაც სტალინმა გაუგეთა რუსეთს. ანუ სტალინიც გამოაცხადა დამნაშავედ და ბოროტმოქმედად. ამას დასავლეთი აკეთებს. სასულიერო პირს მიუმართავ. დასავლეთი აკეთებს. ეს დასავლური პროპაგანდის გავლენაა და თქვენ მართლმადიდებელ მღვდელს არა გაქვთ უფლება იყოთ დასავლური პროპაგანდის გავლენის ობიექტი. თქვენ უნდა იყოთ მართლმადიდებელი მღვდელი და უნდა იდგეთ იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლესაც ეს ტიტული, ეს სასულიერო საეკლესიო ტიტული მოითხოვს. სამწუხაროდ თქვენ აღვივებთ შულს მართლმადიდებელ საქართველოსა და მართლმადიდებელ რუსეთს შორის. ეს უკვე მარტო შეცოდება არ არის. აქ კრიმინალის ელემენტებიც იკვეთება. ეს კანონით დასჯადი ქმედებაა და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ისე სისხლს დაღვრისო რუსეთიო, საქართველოსიო. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, აი როგორც უკრაინაში მოხდა, ის არ იქნება უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ. მას გარკვეული საფუძველი ექნება. ერთ-ერთი საფუძველი შესაძლებელია იყოს ის, რაც მაგალითად დღეს მოხდა საქართველოში. უпростоრად, რაც ხდება საქართველოში და რისი შემადგენელი ნაწილი და ერთი კონკრეტული გამოხატულებაა ის, რაც დღეს მოხდა საქართველოში და რის შესახებაც პატარა სიუჟეტს წარმოგიდგენთ. საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მტკიცე სული 2025 ოფიციალურად გაიხსნა სამხედრო სწავლებას საქართველოს მე-12 მასპინძლობს. სწავლება კრწანისში ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიხსნა. სამწყობრო მოედანზე საერთაშორისო წვრთნაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა და ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 არმიის წვრთნის სარდლობის მეთაურმა. სწავლების გახსნის ღონისძიება საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეს არის სტრატეგიული სწავლება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ავიმაღლოთ ურთიერთთავსებადობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის ძალებია. მათ წარმართეს დაგეგმვის პროცესი და მოემზადნენ სწავლებისთვის. სწავლების აღსრულების პროცესში ქართული მხარე ყველა მონაწილე ქვეყანას ხელმძღვანელობს დამკვირვებლებთან, მაკონტროლებლებთან და ინსტრუქტორებთან ერთად. აი ასეთი გახლავთ ვითარება დღეს საქართველოში. მე მეგონა რომ ევროკავშირს არ ანებებენ თავს ჯერჯერობით. სიტყვიერად მაინც. თორემ ნატოს უკვე დაანებეს თავი მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს არც ნატოსთვის დაუნებებიათ თავი. ნატოსთან ურთიერთობა იყო საფუძველი იმ უბედურებისა, რაც უკრაინაში მოხდა. და ნუ თუ ეს თქვენ არაფერს გეუბნებათ. ნუ თუ თქვენ გონიათ რომ რუსეთისთვის მხოლოდ ომის გამოცხადებაა დაპირისპირება და სხვა არაფერი. ნატოსთან ურთიერთობა, ასეთი ღია ურთიერთობა წვრთნებში და სწავლებებში და რაღაც უბედურებაში მონაწილეობა ნატოსთან. ეს თქვენ გონიათ რომ რუსეთისთვის არაფერს არ ნიშნავს და სიგნალი არ არის? არა ბატონო. არა. თქვენ გეშლებათ. მე მგონი სერიოზულად გეშლებათ და აქ ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს. ახლა არ არის დიდი დრო დარჩენილი, ახლა ყველაფერი დაჩქარებულად განვითარდება და ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართველ ხალხს არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება. თუ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება უშვებს ან დაუშვებს შეცდომას, ქართველმა ხალხმა არ უნდა მისცეს ამისი უფლება. მე ვფიქრობ, რომ ღმერთი დაგვიცავს. ღმერთი გადაგვარჩენს იმ უბედურებისაგან, რაც შესაძლებელია ამგვარი ქმედებებით საქართველოში დატრიალდეს. ამიტომ მოდით ისევ განვაგრძობ იმ რიტუალს, რომელსაც სამთის დანთება ქვია გადაცემის დასასრულს და პირჯვრის გადაწერა. მე ვთხოვთ, რომ ჩემთან ერთად
და დაიწეროთ პირჯვარი. ღმერთი ფარავდეს საქართველოს. ჩვენი გზა არის მართლმადიდებლობის გზა. ჩვენი გზა არის იმ სიწმინდეების გადარჩენისა და შენარჩუნების გზა, რომელიც სიწმინდეების იცავდა საქართველოს საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რა გზითაც მიდის ხოლმე ამ ჩვენს გადაცემაში ეს ანგელოზი ეკლესიის მიმართულებით, ღმერთის მიმართულებით, უფლის მიმართულებით, რწმენის მიმართულებით, სიყვარულის მიმართულებით, ჭეშმარიტების მიმართულებით, სიკეთის მიმართულებით, მომავლის მიმართულებით და სანთლების მიმართულებით. აი ეს არის ჩვენი გზა. ჩვენ ამ გზას არ უნდა ავცდეთ. ჩვენი ორიენტირი ეს უნდა იყოს და ფიქრობ, რომ უფალი შეგვეწევა და ღმერთი დაგვეხმარება სამშვიდობოს გასვლაში. აი თითქმის ყველაფერი ის, რის თქმაც დღეს მინდოდა ამ გადაცემაში, დაგემშვიდობებით იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.